ახლო აღმოსავლეთში 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე დაძაბული საათები ფსონების პლატფორმა Polymarket-ზე ახლად რეგისტრირებული მომხმარებლების ჯგუფმა სათავისოდ გამოიყენა. მიაღწევდნენ თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ირანი და ამერიკის შეერთებული შტატების 7 აპრილს. ამ საკითხის ირგვლივ დონალდ ტრამპის სახალხო მიმართვამდე რამდენიმე საათ ადრე დადებულმა ფსონებმა ზოგიერთ მათგანს $100,000 გამომუშავება შეაძლებინა. განსაკუთრებით მათ, ვისაც თეთრი სახლის ლიდერის უმკაცრესი რიტორიკისა და განცხადებების მიუხედავად, სჯეროდა, რომ საბრძოლო მოქმედებები მეტად არ გამწვავდებოდა. პლატფორმა Polymarket-ის ეგრეთ წოდებული ბლოკჩეინის, ანუ დეცენტრალიზებული დამოუკიდებლად მართვადი მონაცემთა ბაზის მქონე ვირტუალური ჯაჭვის მონაცემების მიხედვით, იმავე დღეს რეგისტრირებულ მომხმარებელთა ნაწილმა საკმაოდ მაღალი რაოდენობის ფსონები გაანთავსა. საუბარია სულ მცირე $70,000-ზე. იმ ფონზე, როდესაც მათმა უმრავლესობამ მაღალი შემოსავალი მიიღო, ზოგიერთი კვლაველოდება საკუთარი ანგარიშების შევსებას, რადგან პლატფორმა Polymarket-მა სადავო უწოდა ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს კი კომპანიას აძლევდა ის გარემოება, რომ მიუხედავად შედარებითი დეესკალაციისა, თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის გამავალ ხომალდებზე შეზღუდვა ფაქტობრივად არ მოხსნილა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კი სარაკეტო დარტყმები მაინც გაგრძელდა. პლატფორმა Polymarket-ზე საჯაროდ შეუძლებელია იმის გადამოწმება, ვინ აკონტროლებს ამა თუ იმ ვირტუალურ საფულეს, რადგან ვებგვერდი იყენებს სმარტ კონტრაქტებზე დაფუძნებულ ეგრეთ წოდებულ პროქსი საფულეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მომხმარებელს რამდენიმე ანგარიშის შექმნა შეუძლია. ახლო აღმოსავლეთის ომთან დაკავშირებით ფსონების განთავსებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური შეფასებები გამოიწვია. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბლეიქ მურმა ფსონების განმათავსებელი ბაზრების რეგულირების კანონპროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, მეტად სავარაუდოა ამ მომხმარებლების მიღმა იმალებიან ის ადამიანები, ვინც შიდა კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობენ ბევრად ადრე, ვიდრე საზოგადოება, რის გამოც ისინი გეოპოლიტიკურ მდგომარეობას გამდიდრებისთვის იყენებენ.